მოგესალმებით, Echo Chamber-ის სტუდიიდან და აი ჩვენი მეორე სეზონიც დავიწყეთ. გილოცავთ ახალ წელს, შობას, ყველაფერს საუკეთესო სურვილებით. გამარჯობა სანდრო. გამარჯობა. და დღევანდელი გილოცავთ მეც ყველაფერს ერთად, მიულოცავ მეც. საუკეთესო წელს გისურვებთ ამ წელს. წესით რავი, აი თუ მოგვისმენთ შესაძლოა. მაგაზე ვისაუბრებთ, ხო, მაგაზე ვისაუბრებთ. ესე იგი ზუსტად თემატური თემა გვინდა რომ იყოს ჩვენ დღეს და ეს იქნება New Year, New Me. რატომ არის ესეთი პოპულარული ეს ფრაზა? რატო უნდა ყველას რომ ყოველი ახალი წლიდან ახალი ცხოვრება დაიწყოს? და სწორი მიდგომაა თუ არა და ასე შემდეგ. შეიცვალოს ხო რა. დადებითისკენ, რა თქმა უნდა. და მოდი მე შენ დაგისვა მკითხავს და შენ ცლად გვიპასუხე ხოლმე როგორც ცლად ან მოკნეც ან როგორც გამონდა ისე მინდა გავაფრთხილო რომ შეკითხვებით არაზოს წინასწარ არ გვაქვს დაგეგმილი მე თემას ვეუბნები დღეს იყო New Year resolution ამბავი და მე თავისით აი რაც უფრო თქვენთან ანუ ჩვეულებრივ მოხმარებასთან ახლოს არის ცდილობს რომ აი ისეთი თან გაითვალისწინეთ რომ მე არ ვარ ჟურნალისტი და ამიტომ ძალიან მკაცრათაც ნუ მომედგებით ხოლმე. დავიწყოთ და ესე იგი პირველი კითხვა რაც ალბათ გვაინტერესებს ჩვენ მათ შორის მეც რა თქმა უნდა რატომ გონია რომ 1 იანვარი რაღაც ნუ 1 იანვარი პირობითად ხავთ 15 იანვარი იქნება 7 იანვარი თუ 8 იანვარი ნუ ყოველი ახალი წლის შემდგომ პერიოდი როცა დღესასწაულები დასრულდება აი რაღაცა ჯადოსნური თარიღი და აი აქედან უნდა დავიწყოთ ყველაფერი. ნუ აი ხო ეგ მარტივია ეს ახანი წენი ანუ ახანი სტარტი ახანი აი თითქოს ისეთი ისაა რა მეც ჩვეულებრივად ეგ შეგრძნება მაქვს რომ აი ახანი ფურცლიდან სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყო აი თითქოს ეს რაღაც ერთი წენი იყო ცხოვრება დიდია მაგრამ ერთი წენი რაღაც ცხოვრების რაღაც მონაკვეთი ასე ვთქვა და მოდი რაღაცა სუფთა ფურცლიდან დავიწყებ სულ სხვანაირ ცხოვრებას რაც ძირითადად სამწუხაროდ აი ბევრი მიზეზია ბევრი სხვადასხვა მაგრამ მე იქნება კითხვაც ალბათ მაგაზე რომ აი მაინც ერთი აი ესეთი მთავარი მიზეზია რომელსაც მე გამოვყოფ მე. იცი მაინტერესებს შენი აზრით ეს New Year New Me-ის გადაწყვეტილება დანაშაულის შეგრძნებაზეა დაფუძნებული თუ мотиваციაზე? დანაშაულის შეგრძნებაზე რამდენად არასწორი ცხოვრები და ნუ არასწორი ცხოვრება ახლა ნუ ვისთვის როგორ მაგრამ ნუ იმდენად არ მოეწონა ის წენი როგორ ჩაატარო რომ ეხა უნდა რომ შეგრძნება და აქედან გამომდინარე უნდა რომ რაღაც თავის ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს თუ პირიქით აი ახალი წელი მიწყება ახალი წელი მოვიდა და მოდი კიდევ უფრო რაღაც პროგრესი თავიდან мотиваციური რაც შევხვდები რაზე არის ჩემი აზრით სუბიექტური იქნება ხა, მაგრამ ჩემი აზრით უფრო ცუდი გამოცდენების ანუ ისეთი რაღაცაა რა რაღაც ოკეი ჩავატარე ეს წენი რაღაც ცუდად არ მოგცეულო არა შენ მარტო ყვებას და ვარჯიშს ამბობ ზოგადად ცხოვრების ამბობ და მოდი კიდევ უფრო კარგი ადამიანი გავხდები რატომაც არა მგონია რომ ნაკლებად ის არის რა ეგ მიზეზი უფრო ნაკლებ პროცენტ ადამიანებში იქნება ძირითადად უფრო არ რომ იცი რა ეს არ მომეწონა ამ წელს რაღაც ეს ცუდად გავაკეთე ის ცუდად და მოდი ახლა დავიწყებ რომ აი ეს წენი აი ესე რომ რაღაცები ჩემ და მოსაწონად არ წავიდა მოდი ამას შევცვნი და ჩემი ცხოვრებაც რაღაც უკეთესობისკენ მინიმუმ შეიცვნება. ანუ უფრო ფიქრობ რომ დანაშაულის შეგრძნებაზე არის დაფუძნებული ეს გადაწყვეტილება. დანაშაული ცოტა რაღაც შეიძლება ისე ჟღერს ეგ სიტყვა რა არ მოეწონა როგორც იცხოვრა ეს წელი. მე მგონი არ ჟღერს ცუდად მე მგონი უმეტესობა ჩვენთაგან მეც ჩემ თავსაც გავიყვან ხალხში იმიტომ რომ მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ რომელიც ამ გზას გადის და დანაშაულის შეგრძნება მაქვს ხოლმე, როდესაც ისე არ გავაკეთებ რაღაცას, როგორც გეგმავდი. ამ შემთხვევაში ჩემი აზრით, ანუ არ არის, ანუ იცი როგორ? ცუდია, კარგი არ არის, ხო? ხო და დანაშაულია, მეც მაგალითად მქონია, ანუ
ყოველი წენი შემდეგზე უკეთესი ესე აი მე რო ავიღო ჩემ ამ ბავშვი თქვა აი კვება ვარჯიში და ეს რაღაც კულტურული მას განვითარება ზოგადად ფიზიკურად განვითარება მქონია წენი ისე რომ თქვა როგორც მინდოდა თქვა და როგორც დავგეგმე ასე თუ ისე რა პროგრესიც მინდოდა რომ მქონოდა თქვა აი არ გამომივიდა ის წენი და ამის გამო დანაშაულ რაღაცა დავაშავე არ მქონია უბრალოდ რაღაც აი ხო მე როგორც დავგეგმე, როგორც მეგონა რომ შედეგი მექნებოდა, ესე წავიდოდი ამ გზას გავყვებოდი, მცლად ისე არ გამოვიდა, არა ეწყო ხა ცხოვრება ისე რომ ეგრე გამოსულიყო, ამიტომ დავაშავე რამე, უბრალოდ არ გამომივიდა, რაც მინდოდა, ანუ წინაბიჯი. შენ შემთხვევაში შეიძლება ეს არის დანაშაული რატო შენება იყოს? ნახე, შენ შემთხვევაში შეიძლება, ანუ რაღაც დაგეგმე და ის არ გამოგივიდა, მაგრამ არც უკან წელს უხარ და ძალიან ბევრი ადამიანი დაგეგმავს სიტყვაზე, რომ დაიწყოს ვარჯიში სწორი კვება, გადაიკლოს სიტყვაზე 10 კილოგრამი და არც ვარჯიშს დაიწყებს, არც სწორ და პირიქით მოიმატებს. ხან შემთხვევაში რატო არა? სწორი ხარ, კი, მე ხა აღნიშნე რაც ვიყავი და მინდოდა რომ უკეთეს გამختارიყავი და უკეთესო არ გამომივიდა, მაგრამ რაც ვიყავი, თქვა, ხო, რა, ცუდად, ხო, კი, ანუ მაგას დანაშაული შეგრძნება არ გაგიჩნდება, გაგიჩნდება ალბათ არ მოხსო უბრალოდ ვერ წავედი წინ და შემდეგ წელს ვიზამ. და ვისაც რაღაცა დაგეგმილი აქვს და იმის მაგივრად ანც არა მოსაწონს აკეთებდა და ისევ გააგზავნა უკვე დანა კი ბატონო მაგ მხრივ კი კარგი მაშინ აი ახლა ზუსტად დავიწყოთ მაგაზე საუბარი რატომ არის შენი rilsიც ალბათ ხალხს ნანახი აქვს სადაც ამბობ რომ new year new me არ არის სწორი მიდგომა რატომ არის და რა არის მთავარი შეცდომა რასაც ამ დროს ხალხი უშვებს ამ წამოწყებისას ნუ რა თქმა უნდა ესე ხა ისე რომ ავიღოთ, გააჩნია კონკრეტულ ადამიანს და ინდივიდუალურია, თქვა ვის რა მიზანი იქნება, შეიძლება ძალიან არარეალური, ძალიან დიდი იყოს, მაგრამ ეს რომ განვაზოგადოთ, თქვა ბევრი სხვადასხვა პატარ-პატარა განსხვავებული მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ ეს ყველა პატარ-პატარა ერთ დიდ მთავარში რომ მოიქციოს, ეს მიზეზი არის რომ ძალიან სწრაფად უნდა ძალიან ბევრი რამის შეცვლა, ანუ ძალიან სწრაფად უნდა სხვა ადამიანი რო გახდეს. უმეტესობის გეგმა არის რომ აი როგორი ადამიანიც იყო, არ ვიძახი მარტო ვთქვათ რაღაც კვება ვარჯიში და მაგამაში, თუნდაც რა რაღაც ურთიერთობებში იქნება თუ რაღაც სამსახური კარიერა ნებისმიერა 180 გრადუსით საერთოდ ისე გეგმავს, რომ თავის წარმოუდგენია 180 გრადუსით სხვა ადამიანი გახდეს, რაც ძალიან სწრაფად არის, ძალიან დიდი შედეგის მიღების მოლოდინი, რაც აი ძირითად შემთხვევაში ძირითად რა 99.9%-ში არ გამოდის რა. ნახე, აი ახლა შენ რო ახსენე კარიერა, ურთიერთობები და ასე შემდეგ, ეგ უფრო ისეთი რაღაცა არის, რომ აი გავიღვიძე და გადავწყვეტე რომ ყველაფერი შევცვალო, ცოტა რთული გასაკეთებელია, რაღაც გარემოებებიც უნდა დაემთხვეს უნდა რაღაცა წინაპირობა შექმნა ამისთვის და ეს ვარჯიშს და კვებას და ამას ძალიან უხდება, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე მხოლოდ შენ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული და აი უცებრო ადგე და დაიწყო ხვალ, პრინციპში მართლა შესაძლებელია, ხო? უბრალოდ ნახე, ადგე და დაიწყო ხვალ თქვათ ვარჯიში, აი მე მინდა რომ 2026 წელს აქამდე რაღაც არ ვარჯიშობდი, ან არა სისტემატურად ვარჯიშობდი და 2026 წელს მინდა უბრალოდ რომ აი ვარჯიში შევძლო სისტემატურად, ნუ ხან შეიძლება კვირაში უფრო მეტ დღეს გამოდის, მეტად, მაგრამ 10 წელი სისტემატურად ვარჯიშო. ან თქვათ შეიძლება გეგმა კონდეს რომ არასდროს არ ვარჯიშობ და 2026 წელს მინდა რომ ვარჯიში დავიწყო. თუნდაც კვირაში ერთხელ იქნება თუ ორჯერ მინდა დავიწყო. მშვენიერისა, მაგრამ თითქმის არავინ ყველა გეგმავს რომ აი თქვა წელს ვარჯიში დავიწყო, ანუ ვარჯიშს რატო იწყებენ? მიზანია რომ რაღაც ვიზუალურად, ფიზიკურად სრულნებები გქონდეს. მაგასთან ხდება რომ კვებაც ასე თუ ისე ვარჯიში მინდა დავიწყო, კვებას მინდა ყურადღება მიაქცე, როგორც ჭამ ძალიან ცუდი იყო და სულ სხვანაირად ვიკვებო. კიდევ თქვათ აი ვარჯიშთან და კვებასთან ეს ახლოს რა შეიძლება დინით ადრე მინდა გავიღვიძო, ანუ ადამიანი იყო რომ რაღაც ღამის 2-ზე 3-ზე იძინებდა, საერთოდ თქვა დინით ადრე მინდა გავიღვიძო, ვარჯიშთან და კვებასთან კიდე მოდი სიგარეტსაც თავს დავანებებ ამ წელს და მეხუთეა ხოლმე კიდე რა შეიძლება აი წყალს საერთოდ არ ვსვამდი, ისევ გავიყვანთ იმაში და დღეში მინდა 3 ლიტრი წყალი დავრო. აი ამ 5 რაღაცას რო დაგეგმავს კონკრეტულად მე ვიცნობ ადამიანს, რომელსაც 5 რადგანა 5, აი ეს 5 წენია 5 მიზნის მიღწევას ცდილობს. მე 5 წენია უკვე ერთ და იგივე წრეს დადის. ბევრად უფრო რეალური
კერა და თითქმის დარწმუნებული ვარ მიაღწევდა რომ აი პირველ წელს 2020 რო იყო მარტო ვარჯიში რო აიღო სხვა არაფერი მოდი მარტო ვარჯიში 2021-ში რომ მოდი ეხა აი კვებასაც ცოტა ყურადღება 2023-ში მოდი ეხა წყალს რაღაცა 2020 მოდი სიგარეტს გადავაგდებ მოდი 25 დინითაც გავიღვიძე 5 წელი გავიდა უკვე 5-ვე მიღწეული ექნებოდა მაგრამ მაგას უნდოდა რომ 2021-შივე ეს 5-ვე შენ წარმოიდგინე 2020 წელს მაგ ადამიანისთვის რო გეთქვა რომ ეხლა რა გეგმებიც გაქვს 5 წელი უნდა აკეთოს და აი მაშინ იფიქრებდა რომ რა 5 წელი სადი 5 როდის მოვა მოვიდა აგერ 5 წელი. მე რა ვთქვა, უმეტესობა ადამიანს უნდა, ძალიან დიდი ცნობები ძალიან სწრაფად. 2020-შივე უნდოდა რომ ეს 5 ვითომ რაღაც მარტივი თითოეული ცალ-ცალკე რო აიღო უდიდესი რაღაცაა, რომ აი მოდი ვარჯიშის სისტემატურად დავიწყო, როდესაც ადამიანი არასდროს არ ვარჯიშია 30 წლისანი ან 35. აი რაღაცა აი ძალიან დიდი მიზანია უკვე. მაგრამ ამ ხალხს გონია რომ აი ვარჯიშსაც, კვებასაც, წყალსაც, ადრე გაღვიძებასაც, სიგარეტსაც 2020-შივე უნდა გავიდა 5 წელი, არც ერთი არ შეუცვლია. შე როგორც ვთქვი, ერთ-ერთი რო დაიწყო, აი, მაგრამ ვერ აი ეგ არის მთავარი, რომ აი ვერ ითმეს რა 5 წელი რამხელა 5 წელი გავიდა, 5 წელია წრეებზე დადის. შენი აზრით რატომ არის ეს მიდგომა ეს ყველაფერი ან არაფერი, მით უმეტეს ახალ წელს და New Year, New Me-ს ძალიან უხდება. ყველაფერი ან არაფერი. ეს უყავს საერთოდ როგორც ვიცი. იცი რა, რატო არის ზოგადად ადამიანს ესე სუ desire როგორ არის, ეგ ადამიანს ჩვეულებრივი ის არის რა, ყოველთვის რაღაცის სურვილი, ზოგს უფრო ძნიერად, ზოგს ნაკლებად, მაგრამ სურვილი თუ არ გექნა, რა. ხო, მაგრამ ყველაფრის ერთდროულად, ყველაფერი არაფერზე. აი, მან და არასწორი გამოდის უკვე, რომ კაი, ვთქვათ, პირველ წელს 2020 წელს 5-ვე დაგეგმა და არ გამოვიდა, გავე 21 მომენტ, მიხვდა რომ არც ერთი არ გამოვიდა. ისევ რატო გეგმა 5-ვეს? ეხა აი გავიდა ერთი წელი, აი დაკვირვების და ის შეცდომაზე სწავლის რაღაცა ვერ დამოღამების ამბავიც არის. 2020-ში დავგეგმე 5-ვე შევეცვალა და არ გამოვიდა. აი რატო არ გამოვიდა და ყოველთვის უჩნდებათ ის რომ აი რაღაცა აი მიზეზი იყო, რაღაცა სხვა, ჩემი ბრანი არის, აი რაღაცა იმიტომ რომ ეს ხო ხედავ არ გამოგივიდა. მოდი სხვანაირად ცადე. არა, ისევ 5-ვე 21-ში 5-ვე ეს მიზანი ქონა 22-ში 23-ში და საბოლოო ჯამში ისე გამოდის რომ ერთსაც ვერ მიაღწია, გერ 5 წელია ტრიანებს და ეგ ცოტა მეუცნაურება, მაგრამ არც ისე რომ აი ეგ შეცდომა მოსდის ყველას და ხშირად მithქვამს აქამდეც რომ აი ყველაფერი ერთიდან თუნდაც რომ მარტო კვება აიღო, ყოველთვის უნდა რომ პირველ დღიდან საერთოდ აი არაფერს ყურადღებას არ აქცევდა და ხა იდეალურად გაწერილი წამში წყანი გრამში საკვები ცილა კონდეს რომ დაალაგოს ეგრევე რა და აი ეგრე არ ხდება ზოგადად არ გამოდის ადამიანის ფიზიოლოგია ადამიანის ორგანიზმი ქონება ეგრე მარტივად არ არის მოწყობილი ხო რა იცი მაინტერესებს აი ზუსტად ოციანურავ ეხლა რამდენი ადამიანი წელავს ამ New Year კარგი არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს New Year New Me სადაც ყველაფერი რადიკალურად უნდა შეცვალონ და ამასაც წელავენ აი რაღაც ზოგი 8-ში იწყებს ზოგი 15-ში აი ძველი ახალ წელსაც ჩავამთავრებ ზოგი 19-ში არის კიდე დღესასწაული და არა 20-მდებარე ალბათ ანუ გითხარი აი მგონია მე უყურე ნახე ცოტა ისე გამოდის, ესე თქვა, უკვე წინასწარვე შეგრძნება იცის რომ არ გამოვა რა და აი ამ იმედგაცრუებას და გაფეინების შეგრძნებას ცოტა დეებს იქით რა. ხო და ეგ მოდი ცოტა პატარა გადახოვას გავაკეთებ. ბევრმა არ იცის კი არა საერთოდ სავარაუდოდ არავინ რომ მე დიდი ხანია უკვე წნებია გატაცებული ვარ როგორც თქვა, აი ადამიანს ხო ჩემი პროფესია ისედაც ეხანდენი, კვება ვარჯიში, ანუ ადამიანის ცვლინება ფიზიკურად, ვიზუალურად შეიცვალოს. წნებია უკვე ძალიან ვინტერესდები თემით ადამიანის გონების მუშაობა რა. რა თქმა უნდა, იხაც ძირითადი რასაც თქვათ ვეცნობენ კითხულობ. მოდი შეგაწყვეტინებ და ვიტყვი ხალხს ვეტყვი, რომ კი ძალიან დიდი ხანია უკვე თავისუფალი დრო თუ აქვს, ან დრო არ უყურებს ფილმებს საერთოდ.
სერიანებს არაფერს ხო ტელევიზორი საერთოდ არ უნახავს მართლა ერთი 10 წელია მე მგონი ფილმი კინო სერიალი არაფერი ხოლოდ უსმენს ან ლექცია იქნება ეს YouTube-ზე ძირითადად ლექციებს დოკუმენტურ კინოებს უყურებს ხოლმე ამ გონებასთან დაკავშირებით და ეს ოღონდ გრძელდება სადღაც მართლა ერთი 10 წელია თუ მეტი არა ხო რა თავისუფალი დრო ცოტა მაქვს მაგრამ თავისუფალი დრო სამშევა ძირითადად აი ადამიანის თითქოს ისე არის რა რაღაც სხვა არ არის ახლოსაა ძალიან აი მე რო ვთქვათ აი კვება ვარჯიში და სწორად იკვებები ცილა-ცხიმი ნახშირწყალი კალორია რო აი ვიზუალურად ადამიანს ფიზიკურად ანუ ცნებას რო ცნის თურმე არანაკნებ კი არა და თუ უფრო მეტად არა თუნდაც ანუ ფიზიოლოგიურად რაღაცების შეცვლა გონებიდან იწყება და არა აი თუნდაც რომ ვიზუალურად ფიზიკურად რო შეიცვალო ხო თქვა რაღაც კალორია უნდა მიიღოს აი ეს რო გადაწყვი ხო ჯერ გონებაში უნდა აი რაღაცა დაიჯერო შეგრძნება გაგიჩნდეს მოგიძა მერე მოდის ქცევა რომ აი მოდი კალორიას ყურადღებას მიო ანუ ეს ფიზიკური ცნებებიც წმუნდები კი არა უკვე დარწმუნებული ანუ გონებიდან იწყება ყველაფერა და აი მაგ შემთხვევაშიც რატო დებს ადამიანი რომ თქვა იქითი ანუ კი უნდა ანუ ვერბალურად სიტყვებით ამბობს რომ მე მინდა რომ სხვა ადამიანი მაგრამ მისი შეგრძნებები გონებრივად აი ღრმად და მისი ყველა ქცევა მე გზად ირკვევა რომ ანუ ეს უბრალოდ სიტყვებით უნდა და თორე ქცევა შეგრძნებაზე როგორ არის 1%-იცაც არ ეჯერა რომ ამას შეძნებდა და ეს ყველაფერი იცის მაგრამ ნუ აი თითქოს არ უნდა აღიარება და იცი ეხა ვიტყვი ჩემ თავთან რომ გამომივა და ეხა გამომივა რადგან თქვი ხმამაღლა რთულად გამოდის ეგ ამბავი რა აი რაც არ უნდა სურვილი კონდეს მოინდომო აი თუ როგორ თქვა აი არ დაიჯერებ ამას გაზრება თუნდაც დაიჯერო ასე ვთქვა რომ აი როგორ არა იგეც თქვა თქვი რომ თითქმის შეუძლებელია 99% არ გამოსდისკო მაგრამ არის ის 0.1% ვინც თქვა აი ეს არ ხდება რაღაც აი არაფრისგან მაგრამ რაღაც შეიძლება მოხდეს მის ცხოვრებაში და უცებ ისე შეიცვალოს მისი გონების მუშაობა რომ აი დაიჯეროს რომ აი ხო რა სიგარეტსაც გადააგდებს და აი მილიონში ერთი არის მაგრამ ვინც მართლა დაიჯერებს 100%-ით რომ ეს შეუძნია აუცილებლად აღწევს და რა ხდება რომ აი როდესაც იჯერებს ეს 100% შეუძნია მისი ქცევებიც ანუ გაუაზრებლად იქცევა რა ეს თქვა ვარჯიში წყანი დინითად ანუ პრიორიტეტებში თვითონ ვერ ხდება ისე გადადის თქვა პირველ ხუთეულში ექცევა ეს მერე გადადის კარიერა მერე რაღაცა არ ვიცი ურთიერთობები მერე ოჯახიც შეიძლება მერე გადაიწოს აი როგორც თქვა რა აი მარტო ამ იკეტება ამ იმაში იმიტომ რომ მართლა დაიჯერა და რაღაც აი გონება ისე შემოტრა რაც აი ძალიან იშვიათობაა მაგრამ ნუ რეალურად ეს არარეალური არ არის მაგრამ აი როგორც თქვი რა აი რაღაცა ისეთი უნდა მოხდეს და 100%-ით უნდა დაიჯერო რომ ეს შეგინია და კი გამო. აი ეგ ადამიანები ვინც დებენ რა აი მოდი ხვალ არა ზეგარა ძველი სახელმწიფოს მე 20 იანვარი, ბარემ იანვარი ჩამთავრდეს თებერვალში დავიწყებ. ბარემ ეს მაისი ბარემ ეს არა ხო ისე საცურაო კუკუს ხო რა მოახლოვდეს ეხლა რა თმინდა მაინციო და რა აზრი აქვს იმ ადამიანმა არასდროს არ ჯეროდა 1%-ით ეჯერა რომ ამ ყველაფერს შეცვლიდა და იმიტომ დებს ამ ყველა. და მაგით კარგებათ ალბათ ხო თებერვლისკენ უკვე мотиваცია რომ დაიწყებენ არ გამოუვათ და თებერვალში мотиваცია ცოტა ვარდება ხოლმე. მე ახალი ტალღა იწყება სადღაც მარტიდან უკვე ცოტა დათბობს. აი გზა მე ამ გონებაზე და ცხოვრება ცოტა გონებრივად მე ხواრის გაუგია წესით ბევრს ანუ შენ თავს თუ შეიცნობ ჩაწონეს სამყარო ამოხსენ ცხოვრებას რეალობასთან ცხოვრებასთან დიდად კავშირშია რა ქვია მაგას არის ეგეთი ისენიც რომ თებერვალს მე მარტი ხომს და მარტში რეალური ნამდვილი ახალი წელი მარტში იყო ძვენი კალენდარით რომ მართლა რომ აი
ბუნება იღვიძებს სცენარები უკვე აი გაღვიძებას იწყებენ სამყარო განახნევას იწყებს თითქოს აი ფიზიოლოგიურად ადამიანსაც მაგ დროს უნდა რომ რაღაცა სიახნე კონდეს ხო ნუ იდეაში ეს ადამიანებს უნდათ იმიტომ რომ თბება და უკვე ნელ-ნელა ხვდებიან რომ უნდა გაიხადონ ეს ზედმეტი ტანსაცმელი სამყარო გაღვიძებას იწყებს აი ხა ისე იმაში რა ქვია იანვარში ხო რა ზამთარში ცოტა რთული ამბავი არასად ზამთრის არის ახალი წლის ამბავი მე მოდის ეს გაისა და ნუ ასე ისე ალბათ მაგიტომაც არის შემდეგ ანუ აი ამ ყველაფერს რომ მოითავებს ხალხი რომ აი ახალი წლიდან new year new me ვერა მე ალბათ რაღაცა იმზე გამოვდის და აი აქედან დავიწყებ ვერა და მე უკვე ყოველი ორშაბათს ხუმრობაც ალბათ მაქედან არის წამოსული ყოველ ორშაბათს უკვე დაანებებ ახალი კვირის დასაწყისი ხო ყოველ ორშაბათიდან დავიწყებ მაგრამ ეგეც აი ეგეც რაც უფრო დრო გადის და რაც უფრო მეტჯერ ცდის და მეტჯერ არ გამოუვა მეტჯერ აჯერებ მეტჯერ წმუნდება რომ არ გამა ანუ ერთხელ ორჯერ სამჯერ ერთი წენი ორი წენი უკვე მე-1000-ჯერ რომ აკეთებ და არ გამოგდის უკვე რაღაც თითქოს აი შესის ხორცებული გამოდის ისე რომ არ გამოდის რა და რა ვქნა რავი რამდენი ჯერ ვცადე რამდენი წენი ვცდილობ და არ გამოდის არა და რა მარტივია რომ ცოტა ოდნავ რაღაც ანუ ეგეც არ მახსოვს ვისი გამონათქომა ერთი და იგივე საკეთებ და სხვა შედეგს ელოდებიო არ გამოდის ანუ ერთი და ცოტა რაღაცები სხვადასხვანაირად უნდა ცადო რა თუ გინდა აქვე აი რჩევას მიცე მაშინ თუ ესე არასწორია როგორ უნდა გავაკეთო ჩვენი კონკრეტული მაგანიც რო არ გავექცეთ აი ამ ადამიანი 5 ცნება რომ უნდა და როგორც თქვით რა 2020-ში რო ერთი აერჩია ყველაზე იდეა საერთუნია ეგეც ვიცი მესმის ყოველთვის აი მოსწრებაზე და სწრაფად ყველაფერი ეხავე უნდათ მით უმეტეს თუ კარგია ცნება ეხავე ან თუ ცუდია რაც შეიძლება სწრაფად შეიცვალოს მაგრამ ნუ ცოტა გრძელვადაზე შეხედვა უნდა ისწავლოს ადამიანმა და ცოტა სხვა კუთხით შეხედოს ვიძახი იმ გადმოსახედიდან რომ ანუ 5 წელი ვიცომ კი ბევრია 5 წელი მაგრამ ვიღაცა 30 წლის როა და 30-დან 35-მდე რაღაც 90-მდე ან 80-მდე ან 100-მდე რო გეგმავს ცხოვრებას ეს 5 წელი რა ძალიან ცოტა რომ 5 ვთქვათ 30-დან 35-დან 5 წელი კი შეიძლება რაღაც აი ვითომ გრძელი მოგეჩვენოს მაგრამ 35-დან 95-მდე რამდენი წელია რომ სხვა ადამიანი იქნები შენ როგორც გინდოდა იმ ადამიან ისეთი ადამიანი ცხოვრობს ამ სამყაროში რა და ცოტა აი რაღაცა იგრძელვადაზე ვეცადოთ რომ შევხედოთ და თუ ვთქვათ აი ეს ვარჯიში ყვება და ამ 5-დან ერთ-ერთია მაგ 5-დან რომელიც ყველაზე მეტად გინდათ ამ ეტაპზე აი ერთით რო დავიწყოთ ყველაზე და თუნდაც აი სიტყვაზე ვარჯიშით რო დავიწყოთ თუნდაც არ გამოგვივიდეს იდეალურად რაც არის კვირაში 3-4 დღე და დაიწყე მართლა იქაც რეალური გეგმა რა თქმა უნდა იქაც თუნდაც ერთით ან რაღაც გინდა რომ ჯიმში ვარჯიში შეგიყვარდეს და მიხვედი და რაღაცა ერთხელ არა შეიძლება ვთქვათ ძალიან მოგწონდეს სირბინი და აი თქვათ კვირაში 3ჯერ ირბინო და ერთხელ ცოტა დააძალო შენ თავს დისკომფორტი დარბაზს მიხვიდე 3ჯერ ირბინე სიამოვნება მიიღე თქვათ ფიზო ერთხელ დარბაზში დააძალე აი ესე ცადე 1 2 თვე 3 თვე იქნებ რაღაცა შეიცვალოს მოგეწონოს არ მოგეწონა სირბინი კაი გადადი კიდე სხვა რამეც ანუ როგორც თქვათ რა აი ვარჯიში რადგან ავიღეთ ანუ ფიზიკური აქტივობა დარბაზში შეიძლება აი პირველ წელსვე ვერ შეგიყვარდეს მაგრამ თქვა ირბინე მე რა რაღაცა ითამაშე ტენისი იქნება თუ პადელს რაღაც მე არ ვიცი ზამთარში თხილამურზე ისრიანე ზაფხულში ველოსიპედზე ანუ ფიზიკური აქტივობა შენი რაღაც ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახადე რა აი შემდეგ უკვე პარემ აქვე პატარა იმას ამ გონებაზე რომ თქვათ ბევრი წენი რაღაცა სხვადასხვა წყაროებს და ინფორმაციას ვეცნობი არის თურმე ესეთი რაღაცა ცნობიერი და არაცნობიერი რა ძირითადად ამაზე გაკვირით ბევრ სხვადასხვა ვიდეოში და იმაში მithkoms მაგაზეც ამბობენ რომ ანუ უმეტესობა ადამიანები მთელ თავის ცხოვრებას ცხოვრობენ არაცნობიერი გონებით ასე ვთქვა არაცნობიერი გონება არა არის მარტივად რო ახსოვს ძალიან სიღრმეშიც რო არ ჩავედი არაცნობიერი გონება არის ჩვევები და ქცევები რომელსაც
გაუაზრებლად ყოველთვის აკეთებ, ფიქრის გარეშე აკეთებ რა. ვიღაცისთვის მაგალითად რომ აი დინით რომ იღვიძებს, ვიღაცა აი მარცხენა ფეხი არაზოს არ ფიქრობს დინით რომ ვიღვიძებ, აი რომენი ფეხი დგები, მაგრამ ვიღაცა შევა ვიღაცა დინით დგება ყოველთვის ყავს რაღაც სვამს რა, არაზოს არ ფიქრობს, მოდი ახლა არა რაღაც გაუაზრებლად მიჩვეუნია აი ვარჯიში როგორც ვთქვით რა, სირბინი იქნება თუ ტენტენის აი ესე აი რომ არც უნდა გაიფიქროს, არც უნდა ანუ გააზრება რომ არ ჭირდება რომ მოდი ახლა ვარჯიში კარგია და ამიტომ ვიარჯი. არა, ანუ ვარჯი სულ უნდა ვარჯიშობდეს რა, იქ სირბინი იქნება თუ ვარჯიში. აი როგორც კი ეგრე გახდება ვარჯიში, მერე შეუძლია გადავიდეს აი ეს თავისი ცნობიერი გონება, აზრი როდესაც საჭირო აი რაღაცა გაიაზრო, მოდი ეს კარგია და გავიაზრებ, როდესაც ფიქრი გიწევს რომ ეს რაღაც ქცევა გააკეთო რა. მერე უნდა, ანუ ვარჯიში უკვე აღარ ჭირდება ფიქრი, ავტომატურად როგორც კბილს იხავ, ისე კვირაში ორჯერ იქნება სამჯერ სულ ვარჯიშობ, როგორც ვარ მე თქვა. შემდეგ გადადის უკვე აი კვება ვიცი, კარგია, რაღაც ვიზუალურად ჩემი მიზანია ცნება, აი კვებაზე ყურადღების მიქცევა იქაც, აი აი სწორი კვება ასე ვთქვათ, რომ აი ჩვევაში გადავა და აღარ დაჭირდება, რომ იცი რა, მე სწორად უნდა ვიკვებო, იმიტომ რომ ეს გეგმა всё, ჩაჯდა ესე იგი ჩვევაში ქვეცნობიერში, რომ აი ქცევის დონეზე დავიდა, რომ სწორი კვება შენ ცხოვრების ნაწილია, როგორც არის ჩემს შემთხვევაში, მაგიტო მიმარტივდება, ასე ვთქვათ, ვარჯიში და კვება და მაგიტო უკვე ყველას რომ აი ხო შენ რაღაცა ჩვეულებრივად, იმიტომ რომ მიჩვეუნი ვარ და ჩემთვის არა როგორც კმენის გახეხვა ისე არის ვთქვათ ფიზიკური აქტივობა და სწორად კვება ასე ვთქვათ. მერე უკვე გადადიხარ კიდე ვარჯიში კვება თქვა მე უფრო ყველაზე მეტად რაც უნდა იქნება სიგარეტის გადაგდება თუ ადრე ადგომა თუ კიდევ თქვი წყანის დანება ხო მე მიხდება რომ აი წყანის ვარჯიში მეხმარება კვებაშიც მეხმარება ეგ მაგ ჩვევის კვეცნობიერში გადატანა მაგ ქცევის ჩვევაში გადატანა ძალიან მარტივი იქნება წესით უფრო მარტივად და ესე ხდება თქვა ახალ ადამიანად ქცევა რა და მე ამ ახალი ადამიანი რომ გადაიქცევ ამ ადამიანის შენარჩუნება და არა უკან დაბრუნება, როდესაც მიჩვეუნი ხარ და როდესაც აი ფიქრის გარეშე, გააზრების გარეშე იქცევი როგორც გინდა რომ მოიქცევ, всё უკვე ჩაცვანე შეცვლი ხარ და არაზოს აღარ მოგიწევს აი ფიქრი რომ მოდი ახლა იმას გავაკეთე. ესე ლაპარაკის დონეზე მარტივია, მაგრამ რეალურად აი ხუთი რაღაც ისე ხუთი წენი მინიმუმ დაჭირდებოდა წესით არის. საინტერესოა. შემდეგი არა რომელიმე გადაცემა დავუთმოთ გონების მუშაობას. მოვიწვიოთ ვინმე კარგი სპეციალისტი ამ დარგში. ქართველი იცი ვინმე? არ ვიცი, მაგრამ სულთველებს უსმენ და ქართველებიც არიან. რა თქმა უნდა, იქნებიან უბრალოდ აი ქართველი ესე YouTube-ზე შევედი და ზის და თავის ამ ცოდნას გვიზიარებს, აი არ არის. შეიძლება არის და არ გინახავს რა იცი. აი არ ვიცი, მაგრამ ისე თუ თქვენ ხო, თუ იცით რატომაც არის საინტერესო. სახენი გვარი დაგვიკომენტარეთ ან დაცაგეთ და მეც აი როგორც გითხარით თავისუფლად რომ ბევრი არ მომქარ როგორც კი მაგ აი პირველი დაუფიქრებლად მიჩნდება რომ აი ამ თემაზე გავეცნო რაღაც. და აი იქნება რომ მოვიწვიოთ ვინმე და ეს თემა და ზუსტად ჯანსაღი ცხოვრებას რაღაცნაირად დავაკავშიროთ და ძალიან კავშირშეგიოთ ძალიან აი პირველი ზოგადად ყველაფერი რაც კი ანუ ამ რეალობაში ხორციელდება ჯერ გონებაში იბადება და მე გადმოდის ყველა აღმოჩენა ყველა რაღაც მიღწევა ჯერ გაიფიქრა გონებაში მოვიდა და მე რეალობაში ხო და დაგვიკომენტარეთ თუ იცით ვინმე ესეთი რომ დავპატიჟოთ და უფრო საინტერესო გავხადოთ ჩვენი ძალიან ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება ბევრი კითხვები იქნება შენ გექნება საინტერესო კი აბა ძალიან კაი. კაი რომ დაუბრუნდეთ ახლა ჩვენ დღევანდელ თემას, იცი რა მაინტერესებს შენი აზრით სწრაფი შედეგი ანუ აი ახლა ესა New Year New Me-სთან კავშირში რომ იყოს, აი რა რიცხვიც არ უნდა იყოს 5 იანვარი სიტყვაზე და დავიწყე 5 იანვარს. აი უცებ რომ რაღაც ისეთი გავაკეთოთ რომ აი დავაძალოთ ჩემსავს ავსწრაფდე ნაკლები კალორია მივიღო რომ უცებ შედეგი დავინახო აი ჯიმში დარბაზში ვიარო ხშირად და ანუ უცებ სწრაფი შედეგი რომ დავინახო რომ აი мотиваცია მომცეს და მერე ჩავდგე კალაპოჩი აი მაგაზე რა კი ბატონო მაგაზეც როგორც ადრეც მithქვამს ეხა ვიტყვი ძალიან კარგია და ვერ ვიტყვი რომ არასწორი მიდგომა უფრო სწორისკენ წავიდოდი
მაგრამ აი ძალიან ისეთი რა, იმ კაცრად აი ზღვარი აიცო რაღაც 10 დღე, 2 კვირა, რაღაც აი ყველაზე რაღაც სასწაულად რო გაწელო ერთი თვე ვთქვა თავიღო, აი მე ადამიანს კონკრეტულ მდგომარეობას გააჩნია, მაგრამ ნუ ისე ვიძახი რა. მე აუცილებლად უნდა აი ყველას მანდეშნება რომ იცი რა კაია რა სწრაფად მოდის და აი ებიუს უკეთებენ ამ იმას რაც აი და მე არ არსებობს ამას გავუკეთონ ცხოვრებისეულ ჩვევაში ამას ვეღარ ჩასვა. ხო, ვერანაირად ვერ ჩასვა, აუცილებლად იქნება კრახი და ფეინი, იმიტომ რომ აი ვერ აკონტროლებ თავს, ვერ ზღვარს, აი გავიგე ძალიან სწრაფი, კარგია мотиваცია მომემატა და მოდი ახლა არა, აი ყველას ყოველთვის ეგ ყველაფერში. ანუ ასეთ მიდგომას ურჩევ მხოლოდ იმ ადამიანს, რომელიც ასე თუ ისე ძლიერია და იცის, რომ ებიუზი არ გაუკეთოს. მიხვდება, რომ იცი რა, ზუსტად აი ან შეიძლება სხვა ადამიანს დახმარებით, რომ დაუჯერებს იმ ადამიანს, ის დაუგეგმავს ესე, კენი ორი ამის შემდეგ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ესე. იმიტომ რომ თუ ესე არ გავაგრძელებთ ეს რაღაც სწრაფი და ეს იგივე ისევ ის დაწყებაა რა ყველაფერი ეხავე მინდა და ამ წამსვე მინდა და თუ ეგ აი არ სწორ გზაზე არ დადგა ასე ვთქვათ ცოტა გრძელვადაზე თუ არ გაიწელა მე აუცილებლად კრახიც დასრულდება ფეინი იქნება კი შენი აზრით აი ეგ გაფეილება კრახით დასრულდება დიეტის ჩავარდნა თვით შეფასებაზე მე როგორ მოქვა აი რამდენად ყოველი შემდეგი ჩავარდნა თვით შეფასებაზე უფრო მეტად და მეტად ყოველი შემდეგი ჩავარდნა რაოდენობაზე აი როგორც თქვი რა რაც უფრო მეტჯერ ვერ მიაღწევ და გაფედები მით უფრო დაიჯერებ რომ არ გამოგდის ეს რა მით უმეტეს რომ სულ თქვათ აი როგორ გითხრათ რა აი არიაზრებ არ უფიქრდები რა ცოტა ღრმად არ უყურებ რის გამო თქვათ რა იყო მიზეზი რეალური თუნდაც შენი რაღაც აი არ მეჯერა საკმარისად და რაღაც აი ეს ქცევები რაღაც იმიტომ მოვიქეცი ესე რომ აი რაღაცა ვერ დავაჯერეთ შენ თავს რაღაც პრიორიტეტებში თქვათ პირველ სამეულში არ მოხდა ესე იგი აი მე კი ვიფიქრე რომ მინდოდა რეალურად არ მდომებია და აი ეხა ესე რაღაც მეათე ხარისხოვანი როა ჩემთვის ვარჯიში რაღაცა არ გამოდის მოდი აბა რაღაც პირველ სამეულში შევიყვან და ნახო როგორ იქნება არა ყოველთვის ყველას აი რაღაცა ისე როგორც თქვი რა რაღაც ერთი და იგივე გზას გადის ერთი და იგივენაირად ცდილობს და რატომღაც მოლოდინი აქვს რომ სხვა შედეგი დადგება და აი ცოტა სამწუხაროდ არ გამოდის ეგ ამბავი რა სანდრო აბა ეხა იცი რა გითხარი შენ საინტერესო იქნებოდა ესეთ რაღაცა New Year New Me სტილში ფრაზა, ოღონდ სწორი ფრაზა რომელიც არის. ეს ხო ძალიან ცნობილი ფრაზა New Year New Me და ანუ ხალხი ესე იწყებს და შენ ამბობ რომ არ არის ეს სწორი მიდგომა. აი რამე თუ არ ასეც დაარქვით, გინდა ქართულად, გინდა ინგლისურად. New Year რაღაცა. New Year better version of me. უკეთესი ვერსია. რომელიც როგორც თქვით არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს, ანუ უკეთესი ვერსია, ანუ ეხა როგორიც ხარ, 180 გრადუსით განსხვავებული, ვერანაირად ვერ თან რაღაცა ცუდად ჟღერს, ხა კი თითქოს ეს ალბათ ჩასვეს რაღაცა ლამაზად ჟღერს New Year New Me, მაგრამ იდეაში რომ დაუფიქრდე, ანუ იმდენად old me არ მომწონს ძალიან და ანუ თავიდან ბოლომდე სრულად ახალი უნდა გავხდე. ანუ რაღაცა პროცესი რო იწყებ იმითი რომ ჩემი თავი არ მომწონს, მე მგონი ისედაც გაფეილებული ხარ. აი უკვე ხო ისეთი რაღაცაა რა, შენი თავი რო უკვე აი ძალიან იდეაში ეგ ძირშივე არასწორია რა შენი თავი ძალიან რო არ მოგწონს და მით უმეტეს ეს თუ წნებია გროვდება რაღაც 30 წელს ხან და 30 წელი არ მოგწონს შენი თავი აი უკვე რაღაცა ისეთია ხო რა არც უნია მაგრამ მაინც ხა ვინ არის ესეთი ადამიანი მეც ყველაფერი ანუ ჩემ თავში ნამდვილად არ მომწონს მაგრამ არაზოს არ უნდა ეცადოთ რომ აი შეიძლება ხუთი რაღაცა არ მოგწონდეს ხუთი ყველაფერს ერთად შეუტია ანუ ფიზიკურად როგორც თქვი რა ანუ
რაღაცა რომ არ მოგწონს, რაღაცას რომ მიჩვეუნი ხარ, ანუ გაუაზრებლად რომ ესე იქცევი, ეგრო შეცვალო ყოველ ჯერზე სანამ აი მჩვევას სანამ ესე მოიქცევი, უნდა დაფიქრდე რომ მოდი ესე არ მინდა რომ მოიქცე, არ მომწონს და სხვანაირად მოიქცევი. და ეს უნდა მოხდეს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ინდივიდუალ ვიღაცისთვის შეიძლება მეხუთასე სხვანაირად მოქცევაზე ჩაჯდეს უკვე აღარ დაგჭირდეს ფიქრი და ქვეცნობიერში გადავიდეს ავტომატურად ისე მოიქცე, ვიღაცისთვის შეიძლება ერთი წენიც არ იყოს საკმარისი. ეს 5 წელი, 3-5 რაღაცისთვის ისე ვთქვა, შეიძლება ვარჯიში რომ პირველ წელს დაგეგმოს, ერთი წელი არ ეყოს რომ აი ჩვევაში რაღაც კვინის გამოხეხვაზავით გადავიდეს, შეიძლება 2 წელი დაჭირდეს. ვიღაცა შეიძლება 3 დაჭირდეს. აი ესეთია რა, წინა ვიღაცა შეიძლება 2 თვე დაჭირდეს, მაგასაც ვერ გაიგებ. ამიტომ უბრალოდ აი ეს ცნობიერი და ქვეცნობიერი ვახსენე, ანუ ადამიანი თენი ცხოვრებას და თურმე ყოველ დღეს რა, თენი დღის განმავლობაში 24 საათის განმავლობაში მინიმუმ 95%-ის ყველა პატარა ქცევა, რაღაც წასვლა, ამ საათზე ჭამა, მარცხენა ფეხით დადგომა, აბაზანა თუ კვინის გახეხვა, იქცევა გაუაზრებლად, დაუფიქრებლად რა და აი ეს 5% კარგ შემთხვევაში, ზოგი შემთხვევაში 99 1% ფიქრის თუ გააზრების 5 სხვადასხვა მიზანს, 5 სხვადასხვა არასწორ ჩვევაზე გადანაწილება ნიშნავს, რომ თითო ჩვევას რაღაცა რაღაც ძალიან ცოტა ძალისხმევა მოუწევს, ასე ვთქვათ და მით უფრო დიდი ხანი დაჭირდება და მით უფრო რთულად მოუწევს ამ ქვეცნობიერში ჩაჯდნა და ამიტომ ჯობია ეს 5% ერთ რაღაც კონკრეტულზე დავაფოკუსიროთ, ასე ვთქვათ, მივმართოთ და ძალისხმევაც ბევრად უფრო მეტი იქნება და ბევრად უფრო ნაკნები დრო და ნაკნებ ჯერ გამეორება დაჭირდება, რომ აი 95%-ში გადავიდეს რა, რომ გაუაზრებლად გააკეთო აი შენი ახალი ჩვევა. ახალი ქცევა. იცი რა გითხარი? აი რო არ დავნებდეთ. აი ხა გავიგეთ რაც ილაპარაკე, ამდენ ხანი ეს გრძელვადიანი ჩვევები როგორ გამოვიმუშაოთ და გრძელვადიანი გეგმა 5 წლიანი და ასე შემდეგ, მაგრამ აი პირველივე თვეში რომ არ გავფეილდეთ როგორც შენ ამბობ ხოლმე. აი რა უნდა გავაკეთოთ მაგისთვის? აი ეგ მაგანითი არ მოიყვანა. აი თქვათ თუ დარბაზში რაღაც ვარჯიშის მოწონება შენი მიზანი არა და სირბინი სიამოვნებს დარბაზში ვარჯიში არა. და თქვათ new year new me სირბინი გასაგებია სიამოვნებს ამას მარტივად გავაკეთებ არ მინდა და დავიწყე კვირაში 4-ჯერ ავიღოთ. მოდი კვირაზე რომ გაეკვეთო რა ეს მაგალითი. მეგონი ეს უკვე ხო იმას ხენი საუბრე ამაზე და გონი ჯობია რომ აი კვებაზე გაგვიკეთე რამე მსგავსი მაგალითი. კვებაზე გავაკეთოთ მაგალითი რომ თქვათ აი რავი რა სუ ჯანკ ცუდად ჭამს ასე ვთქვათ რაღაც 3 ჭამას ჭამს დღის განმავლობაში და 3-ვე ჭამა ძალიან ერთხელ რაღაც დინით ტკბინით იწყებს ან რაღაც კრუასანი ან ყავა შუა დღეზე შეიძლება პიცის ნაჭერი ან რაღაცა და საღამოს კიდე ბურგერი ფრი ან რაღაცა კიდე რა ქვია საშინელებით ამთავრებდესა და ავიღოთ მაგალითი რომ აი რომ სირბინის სიამოვნებს კვების ამბავში შეუძლია ვთქვათ დინით რომ კრუასანის მაგივრად აი კვერცხის ჭამაც ყველთან გარეუნიც სიამოვნებდეს ასე ვთქვათ რა და ამის მიზანია რომ 3-ვე ჭამა ანუ იდეალურად ანუ აი რაღაცა ძალიან healthy ერთია და თან კალორიულ დეფიციტით, თან ბალანსით, ცილა-ცხიმი, ნახშირწყალს იდეალურად გადაანაწილოს რა. და ეგრევე იწყებს აი new year new me და 3-ვე ჭამას იდეალური დინით კვერცხი ქნა, მერე ან კვერცხით დაჟე შეიძლება დინით გერკუნესი ვთქვათ, უფრო აი ახლოს იქნება მაგანითთან დინით რაღაც გერკუნესი, ფინაბათერი უქნა ცოტა კალორიები ზუსტად პროტეინის ჩაუმატარო ცილა ქონა და მე შუა დღეზე პიცის მაგივრად სალატზე გადავიდა რაღაც ბერძნული სალატი, ზეითუნის ზეთი ერთი ჩაის კოვზე გაუკეთა მეტი არა, ზეთის ხნით მოზომილად ჩაყარა და საღამოს კიდე რაღაც ქათმისფერი მოხარშულზე გადავიდა და რაღაც ხან ბრინჯი, ხან ყავისფერი ბრინჯი, ხალ რაღაც whole grain პასტას აკეთებს, პურიც აუცილებლად რაღაცა სასწაული ჯაჯანსახია, გადავიდა ეს და იხდება რომ იცი რა უჭირს რა აი რაღაცა ერთი კვირა გავიდა, ორი კვირა გავიდა და ბუქსაობა დაიწყო, აი უკვე აზრები მოვიდა რომ რაღაცა მიჭირს ანუ მან ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნებოდა რომ
თავი არ დაანებოს და არ გაფეილდეს, ანუ მიხვდეს რომ აი თუ მაჩარი რა ეს ბურგერი პიცა და იმიდან ხა გადავედი იდეალში არ გამომდის რა ფაქტია რა მოდი აბა როგორ გავაკეთე ვიცი კვერცხი ხო მიყვარს ასე ვთქვათ ყველა მოდი შუა დღეს ლანჩზე პიცა შევჭამ ისევ საღამოს ბურგერს და დინით კრუასანს და ყავას და რაღაც კრუასანიც ან შოკოლადიანი ან თეთრი კრემით უნდა ყოფილიყო გადავალ იმაზე რა ქვია კვერცხზე და ყველზე და აი პირველ საუზმეს მაინც როგორ თქვათ რა ანუ იდეალურთან ახლოს გავაკეთებ რა ან ბევრად უფრო მარტივად არიზამ და არ გააგრძელებ და მაგას ვიდრე სამი შემდეგ უკვე რო აი კვერცხი მათ ჩორნებრივად შევა არანაირი პრობლემა არ აქვს მოდი პერიოდულად პიცის მაგიროთ აი რაღაც სალატს გაურევ ხან შეიძლება ბერძნული იყოს ხან რაღაც ასე თუ ისე healthy რაღაც შეიძლება ბერძნული იოგურტი და შიგნით რაღაც ხინიან რაღაც ანუ ერთი საუზმე რომელიც მარტივად გამოზდიო და ისედაც ჩვევაშკა და მე ცოტა საუზმე შეცვალოს კვირაში ერთხელ იყოს ისევ ის ერთი პიცის ნაჭერი მაგრამ ნუ აი ეცადოს რომ უფრო ხშირად და ხშირად თქვათ უფრო იდეალურთან კიდე თქვათ მიეჩვია ამ იმასაც კვირაში ერთხელ წამს მარტო პიცის ნაჭერს დანარჩენი სალატს ან რაღაც სნექს მოგეთ კარგად იქ აი უყურებს რომ ეს ჩვეულებრივად აკეთებს არანაირი დიდი დისკომფორტი არ აქვს საღამოს ბურგერს ჩვეულებრივად აი მერე რომ უკვე კიდე რაღაც რამოდენიმე თვე გავა ალბათ მერე გადავიდეს აი ბურგერი კვირაში 7 დღის მაგივრად 5 დღე ჭამოს და ორჯერ თქვათ ქათმის ფინე შემწვარით დაიწყოს არა საჭირო მოხარშული გრილზე ან რაღაც აერო გრილში ბრინჯი თუ ყავისფერის მაგალითად თეთრი უფრო მოწონს თეთრზე გადავიდეს აი რაღაც პერიოდი რამოდენიმე კვირა მიყვა მე ბურგერი კვირაში 4 ჯერ ჭამა 3 ჯერ აი ეს ჰელსის და ეს გავა 12 თვე მოვა შემდეგი წელი ისევ და მიხვდება რომ ვა რაღაც ბევრად წინ ვარ თითქმის იდეალურად ვიკვებები დინით რაღაცა კვერცხი ხან გერკუნესი შუა დღეს სალათი ხან პროტეინისა და საღამოსაც ანუ ვიზუალურადაც ყველაფერი ან ხო უფრო წინ წავიდა, უფრო გამოუსწორდა, უფრო იდეალურად ახლოს მივიდა, ვიდრე პირველი კვირიდანვე ეგრევე რომ სამივეს, ანუ ეგრევე რადიკალურად 180 გრადუსით სხვა კვება დაეწყო, ანუ იდეალურთან ახლოს გადასულიყო და რა თქმა უნდა ეგ რო გაეგრძელებინა და ერთი წელი პირველი დღიდანვე რო დაიწყო და ეგ შეენარჩუნებინა ვიზუალურად ბევრად კარგი შედეგი იქნებოდა, მაგრამ აი როგორც თქვით, ეგ ხო რეალობასთან ძალიან შორს იყო ეხლა აი მიხვდა რომ ვერ შვება, ცოტა უკან დაიხია, ნენელა გრძელვადაზე მოდი მთელ წელზე ნენელა წავალ და საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა იქ რომ ერთი თვე გააკეთებ და გაფეილდებოდა, აქ 12-ვე თვე არა 100%-ზე, მაგრამ 20-ით დაიწყო, 30-ზე, 50-ზე, ეხლა 80%-ია მისული, საერთოდ სხვა ადამიანი იქნება რა. ან პროცესი უნდა იყოს რეალური და არა იდეალური. რეალური და არა იდეალური, ხო რა. პრაქტიკაში აი თეორიაში რაღაც იდეალური მე გასაგებია გვესმის ყველას რომ ესეა, მაგრამ პრაქტიკაში მის ცხოვრებასთან აი ვიღაცა შეიძლება არც კვერცხი არც გერკუნი სხვა რაღაც კონდეს, ანუ ისე ვთქვი ეგ მაგალითები, ანუ შენ ცხოვრებაზე მაქსიმალურად მორგებული და გააზრებული, გაცნობიერებული პრიორიტეტებში ცოტა ზევით გადაწეული და ესე ანუ აუცილებლად ისეთია რა. ანუ თითქმის არ არის შანსი რომ არ გამოვიდეს რა. ყველა ვარიანტში გამოდის, აი მინიმუმ რაღაც შედეგი მაინც, ანუ უფრო წინ იქნება, ვიდრე წინა წელს იყო. და ეს დანაშაული ნამდვილად არ ექნება, პირიქით ცოტა სიამაყის, იცი რა, აი მე იდეალურად დავიწყე და იმის მაგივრად რაღაცა გამიჭირდა და დამენებებინა, ახე გონება ჩავრთე, სწორად გავიაზრე, სწორი კუთხით შევხედე, სწორი ფიქრები ჩავრთე და აი შედეგი მაინც ქონდა, ვიამაყე ჩემი თავით, მოდი ახლა კიდე უფრო რაღაცა ან კვებაში წინ წავალ, ან ვარჯიშს ჩავრთავ, ან რაღაც ეგეთია. ხო, აია, მოკლედ ეს new year new me რაღაცა თითქოს საკუთარ თავის სიძულვილზე აგებული პროცესია. აი ხო რა, აი თან ძამბერი ადამიანი რო აი არ მჯერა რომ ვერ ხვდებოდეს რომ აი ვერ ხვდება კი როგორ ვერ ხვდება, მაგრამ აი რაღაც ფიქრი არ გაზდის რომ აი საერთოდ სხვა ადამიანი დღეს ეს ვარ და ხვალ საერთოდ სხვა ადამიანი ხო მით უმეტეს თუ წნები არ გამოგდიოდა აი საიდან რატო გამოვა კი ადამიანს ანუ იმედი ყველა ანუ ყოველთვის ყველაზე ბოლოს კვდება იმედი თუ არ გაქვს არაფრის ან ცხოვრება არ გინდა თუ ცხოვრება უნდა ესე იმედიც აქვს მაგრამ აი ეს ანუ ერთი და იგივე საკეთებას არ ვიცი აი იგი იმედი აი ძლიერ მაგრამ ძალიან ძლიერია იგი იმედი აღმერთო იმედი ნუ მოგიშალოთ მაგრამ რავი
კარგი, მე მგონი დღეს ეს თემა ამოვწუროთ, არა, რამეს შენ ხარ გინდა თქმა, კითხვის გარეშე. რა შენება კიდე ხო რა ეცადეთ რომ ყველაზე ისეთი რჩევა რა ხა ბევრი ამ რაღაც გონებრივი და ფსიქოლოგიური რაღაცის ლაპარაკი ყოველთვის ეცადეთ რომ რაც არ უნდა იყოს რა გეგმაც არ უნდა გქონდეთ დაგეგმეთ ჯერ ერთი რო გრძელვადაზე იმიტომ რომ თქვა აი რაც უფრო დიდხანს აკეთებთ და რაც უფრო თქვა მეტჯერ გიწევთ ერთი და იგივე რაღაცის გამეორება, ბევრად რო დიდი შანსია, რომ ეს ჩვევაში ჩაგიჯდეთ და გაუაზრებლად და უფიქრებლად შეძლოთ მე ამის გაკეთება, ასევე აი ესე ერთ დღეში ცუნება არა რა, არ იჩქაროთ, მესმის შენობა რაღაც აი უცებ მთელი წენი დამჭირდეს, რომ რაღაც კვება რაღაც 5%-დან რაღაც 80%-ზე არაუშავს ერთი წენი რო წარმოიდგინოთ თენი თქვენი ცხოვრების დიაპაზონში თუ რაღაც ანუ ერთი წენი და 30-დან 31-დან მე 90-დან კიდე 60 წენი. ანუ 60 წენი არაფერზე ფიქრი არ მოგიწევთ, ანუ გონება გამოგითავისუფლდებოდ, ამას ავტომატურად გააკეთებთ. რავი რა, ისეთი რაღაცა რა და არ იჩქაროთ. ეგ ისეთის მაგაზეც დაკურებულო რა, ყველას ყველაფერში ეჩქარება რა, ისო ყველაფერი სწრაფად მოვასწრო რაღაცა, ანუ სად დასწრებ, სად გარვიხარ, სად გვეჩქარე. წყნარა ჩვიდად მიყევი, არიღელო. სტრესი. სანდროს დევიზი არიღელო. ხო რა, ანუ ეგ ისეც არის რა. ანუ რაც უფრო ადამიანის ცხოვრების ისა რა, ტემპი ნენია და აი არც თქვა და არ ეჩქარება, სტრესიც ბევრად უფრო ნაკნები. აი სტრესი რაც უფრო ნაკნები, აი ეს ყველაფერი ასე ხავ ვილაპარაკეთ, ყველაფრის განხორციელება ბევრად უფრო მარტივია რა. აი მის სტრესი რო არ გაქვს, რომ აი ეს ერთ წელში უნდა მოვასწრო, უნდა შევიცო. არა, წყნარა ჩვიდად მიუყვები არღელა არაფერზე. საერთო ჯამში ყველაფერი უფრო აი იდეალურად დაგილაგდებათ, არ იჩქაროთ, ნუ გიჩქარება. ძალიან კარგი. ჩავიცი, ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო იყო. თან უხდება ამ პერიოდს. იმედია მოგვისმენთ და გაითვალისწინებთ. კი, და აი თუ გონების მუშაობის ამბავზე აი სპეციალის ქართველს აი რომ თუ დაგვიკომენტარებ თუ იცით აი პირადად მე ძალიან დიდი მადლობა ვიქნები და აი ჩემთვის ერთ-ერთი სანუკვარის სტუმარი იქნება ეგეთი გაცვენი ადამიანი. დიდი მადლობა და დროებით. აბა დროებით.